მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა განსხვავებული ტიპის ვიდეოთი გიბრუნდებით. მე მგონი არც არასდროს არავის გადაუღია. იუთუბერებს შორის ტიერ ლისტი არსებობს, მაგრამ YouTube ლიგის ტიერ ლისტი არ არის ჯერ გადაღებული და მე ვიქნები ამ ყველაფრის საწინდარი. დარწმუნებული ვარ ვიღაცები კიდევ გადაიღებენ ამას, მით უმეტეს მაშინ როცა დაიწყება. დღეს სტუმრად გვეყოლება ადამიანი ფეხბურთი, ადამიანი თმის განსახიერება, რომლის გარშემოც დღევანდელი ქართული ფეხბურთი ტრიალებს. ბატონი საბა საპანაძე. ბედის ბორბალი საბა საპანაძე. საბა საპანაძე. ჯეოთიმის სახელით ცნობილი. თან მოედღებას დავიწყებდით. მრაბანამ მითხრა რომ პირველად არის როცა გადაღების დროს განათება არ მჭირდება, იმიტომ რომ შენი თავი განათებულია მთელი ოთახია და იმე რა ხა ავდგე უცებ ჩაგნოვდა. მე მომერიდა მაგის აღნიშნა და მე მიხარ. და შუქის ფული დავაზოგინე ჩვენ ძმა. ერთი მე ადამიანი რომელიც იუთუბერი, ჩვეულებრივი იუთუბერული კარიერით და მეორე ადამიანი რომელიც სუფთა პროფესიონალურად შეესწება რომ შეაფასოს დღევანდელი ფეხბურთელები. ყველა ფეხბურთელი არ იქნება ვისაც YouTube ლიგაზე აქვს მიღებული მონაწილეობა, ძირითადად იქნება ის პიროვნებები, რომლებიც მეტ ნაკლებად ჩვენთვის საზოგადოებისთვის ცნობილია. თუ ვინმე ცოტა ისეთია, რომელიც არ არის თქვენთვის ცნობილი, იმიტომ ჩაჯდა რომ გამოიჩინეს რაღაცით თავი და მაგხრივ. დაალაგეთ ვიდეო გამოიწერთ არხი ასე როგორც ჩემი. საპანა ადის 100,000. ამას წინებზე დოთიაშვილს დავეხმარე სხვათა შორის და ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ და ეხლა თუ საპანასაც ჩემი რაღაცით აი ესე შევაშველებ რაღაც გაუნწერებს, მაგრამ გამიხარდება რომ ჩემი ზუსტი საპანა. ხო, თან ეს ვიდეო რო იდება ახლად აპრილის ბოლოსკენ და ჯეოთიმზე იწყება. საოცარი მაისი გეოდება ჯეოთიმზე ვიდეოები. ძალიან აქტიური ხო. დაყოფილია მოკლედ. GOAT მატერიალი, კარგი მოთამაშე, შოუსთვის კარგი სახე, საშუალო დონის მოთამაშე და აძალებენ რომ ითამაშოს, იმიტომ რომ ეგეთებიც არიან. მოკლედ, კაი, დავიწყოთ. აჩიჯაიანი უბანზე. აჩიჯაიანი ვფიქრობ, როგორც ფეხბურთის მოთამაშე არის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ძალიან კარგი მოთამაშე. მატერიალი აქვს, რომ GOAT-ი გახდეს. ჩემთვის აჩი არის კარგი მოთამაშე. ორივე სეზონი კარგი ქონდა ძალიან. ხო და ყველა მაგრამ იყო თამაშები, სადაც უბრალოდ გამქრალი იყო. უნდა იყოს აჩი კარგი მოთამაშე. აი GOAT მატერიალი აჩის ვად ისეთ თამაში გახსოვს, რომელიც არ უზდა გავიწყდება. აი ცოტა ერთი თამაში მაინც აი მივხვდი ხო. მეგონი მივხვდი მასე შევაფასოთ ხო რომელმაც. ანუ რა პოტენციალი რაღაცა GOAT მატერიალი რაღაცა მივხვდი ბაზარი არა მესმის. ალექსა, GOAT-ობაში რა ჩაუთვლი იცი? რომ ამ ადამიანმა რამდენი კილოს დაიკლო? ეგრას დაიკლო არის შოუს ნაწილი. ანუ შოუსთვის ალექს არის მატერიალი რა. აგერ ძმაო, ეგრევე არც კი. ანუ პირდაპირ შოუსთვის კარგი სახე ჩაი, ანუ ანდრო არის შოუ. ის რაც აი აჩიზი ხარ რომ ისეთ თამაშს ქონდა დამახსოვდება. ანდროსა ქონდა. მე გეტყვი ანდროზის დუბლი პირველივე ტურში. ესე რომ გამოუქრო რა ყველას. ეგ აი ანდრო არის შოუს ძალიან კარგი სახე. კარგი სახე რა. კარგი აჩიზე მე ვიტყოდი რომ საშუალოში გასასვლელი არის. აჩიზე წარმოგიდგენთ ან ქონდა რომ ისეთი კარგი სადებიუტო სეზონი იქნებოდა. კარგად იდგათ დაცვაში. საიმედო მწველი ცოტა ხისტი. საშუალო, იმიტომ მივეცი რომ ბურთან ისეა რა, ნორმალურად. შევთანხმდებით რომ აჩი უნდა იყოს საშუალოში. საშუალოში. შემდეგი კაცი მოდი. აუ ბასტო გაიჭითა. ჩემი აზრით ძალიან მარტივად შევთანხმდებით, სადაც უნდა გავუშვათ ბასტო. პირველი იქნება აქციაში, არავინ არ არის იქ ზემოთ. ბასტო, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში რომ თასია. თან საკუთარ ჩემპიონატზე აქვს თასი. იგივეა რომ ჩიტი მოიგოს მაფია ეხლა. რა, ცოტა ძვირი კი დაუჭერს საჯის მოსყიდვა ფინალში. ეხა მაგდეს ვარ შევყვებით მე და ბასტო არის ფეხბურთელი მეგობრებო. მე ფეხბურთს აღარ უყურებ, იმიტომ არ უყურებ, რომ ჩემთვის ფეხბურთი რაღაც პონჩი მკვდარი, ანუ ის სანახაობას აღარ აქვს ამ ფეხბურთს და უფრო მეტად რობოტულ სისტემაზეა გადასული, კარშეგეშავს და ბასტო აჩვენებს იმ ფეხბურთს, რა ფეხბურთის ყურებაც მე მიყვარდა. შოუს გავს რა. ხო რა და ბექა. მე შემოგისმენ რა, იმიტომ რომ ბექა ზუსტად ვიცისა უნდა ჩავსო, აგერ ჩავსო ბექას, აი. ვიცი, მაგიტომ დავაძალე. კარგად იცით, ხო? დავაძალე ამ ბიჭს მე თამარ. ჩემი ხათრით გამოვიდა განსაკუთრებით ბოლო. იმიტომ რომ დანებებული ქონდა იუთუბერობაზე თავი და თან ბიჭო გოლი გაიტანა ხო და მე ვიყავი ის დამძალებელი და ამიტომ ვერცად ვერ გავუშვებდი სხვაგან. მეკარე მოვიდა პირველი მეკარე ეს არის ისა ბექა რა ის ბექა გიორგობიანი. ბექას იმდენად ცუდი სეზონი ქონდა ახლა და იმდენად კარგი სეზონი ქონდა წინა სეზონი. მეორე სეზონში ტიპი იმენა დაფრინავდა და ეხა ამ სეზონში ძალიან სუსტად იყო რა. თვითონ ბექას როგორ მეორე სეზონიც ქონდა, მაგის გავსი რო ქონდა. წელს მე ვიტყოდი რომ ბექას ქონდა GOAT-ობის მატერიალი, რომელიც კარგი მოთამაშეში ჩავსვეთი რომ ქონდა პოტენციალი, მაგრამ მეორე სეზონიდან გამომდინარე კარგი მოთამაშეს დავაჭირე. ჩელე მეორე მეკარე მოდის, ეხა მე ჩელეზე გავგიჟდი. ჩელე მე გავუშვებდი შოუსთვის კარგ სახეთ. ჩელემ რა პერფორმანსებიც იქდა მეორე სეზონში. შოუ იყო. ხო, TikTok-ზე იცი რამდენად ხო? თვითონ ჩელეს კომენტარით ჩავთო რომ მადლობა გაუსწორდა მაგრა რა. მოვიდა თქვენი დროც. ცოტნე კინკლაძე GOAT პოტენციალ მატერიალში უფრო ჩავსავდი, ანუ კინკლაძე. მე იცი რატო ფიქრობ შენ რომ მაგას ამბობ, პირველი სეზონი იყო და ერთ სეზონის მხრივ კარგი და რაღაც GOAT-ი გავა. კინკლას სადებიუტო სეზონიდან ერთი რაღაცა უნდა ვთქვა. YouTube ლიგა, რა
რაღაც დონეზე ვიღაცებს გონია მარტივი სათამაშო. აუ არა. YouTube-ი გარი ურთულესი სათამაშო და გახსოვს თამაში ბათუმ თან. რა სიძახი? ზუსტად ის სტილი აქვს ბასტოსთან მიახლოებული არის, რომ ულამაზესაც შეუულია ბურთთან ისა რა. ხო ხტები და ეგ GOAT მატერიალია რა. ჩემი აზრით. პირველი სეზონი ქონდა და ჩემი აზრით მისი კლასიდან გამოვიდა. ჩემი აზრით შემდეგ სეზონში რო გავაკეთებ. რა საინტერესო იქნება ეს ხალხი, რომლებიც ეხლა შევდოთ ვისად იქნება. ვისად იქნება შემდეგ. კაი. ჯორჯია 74-ის ერთ-ერთი უცვლელი წევრი ლეგენდარული YouTube არხის მეგობრებო, რავი, ამ ხალხზე ბევრი გაიზარდა რასაც ქვია რა და ცოტნეს ჩავსავდი კარგ მოთამაშეში რა. დავით თენდოქს ჩემი აზრით დააძალეს თამაში. ეხლა რო დავურეკავ და კითხო, შენს დაგაძალეს თორე გეტყვის, აუ ძაა დამაძალეს. ეს ალბათ ძაღლებთან სირბილი უფრო გაუსწორდებოდა. ჯასას ჩავსვავდი ჩელეს ანდროს და ალექსას გვერდით. შოუსის კარგი. ჯასა არის YouTube ლიგისთვის ძალიან კარგი მატერიალი თავისი სუით. სურო, ანუ ბურთთან შეხება არ იცოდეს. YouTube ლიგისთვის ამ მაყურებელიც ამათმა შეკრიბეს და როგორც დაორგანიზეს. მარტო მაგისთვის არიან ერთ-ერთი საუკეთესოები შოუს. ჯასამ როგორც მიიყო, სხვაშორის ყველა სეზონის წინ. ძალიან მომზადებული. აუ. ჯასას რო კითხო, რომ YouTube ლიგას გამოდიხარ თუ რა სანამ დაიწყოზე და არ გამოდიხარ, გეტყვის არ გამოდიხარ. მე იქ თავისი წყლის მომტანები, რა სიზახი, ბიჭო. ტასაც მე ნუტასწრებს ტაფის ტასახელში ვარ დალაგებული აქვს ისინი რა ქვია. მოწესრიგებული ხალხია. ძალიან. შეგვხვდება აქ ჩვენ ფეხბურთელები, ვისაც უფრო ზემოთ ავაყენებთ ჯასპორტიდან. დიტოს საშუალოში ჩავსვავდი ალბათ რა. ვერ ვიხსენებ რამე ისეც სტაბილურად ითამაშა, არც ცუდისკენ. გაგი ეს გაუშვია ეგრევე შოუ. ეგრევე შოუ. ისტორიას დარჩება სამოკაცმა გააკეთა, აუტოგოლი აღნიშნა. რითელი ვარათი მიიღო, იმიტომ რომ საკუთარ კარში გატანი გოლი გაუხარ. აუ რა ლეგენდა კაცია. შოუსის კარგი სახეა უდაოდ ორი აზრი არ არსებობს და მოდის ახლა შემდგომ ამბიციური ფეხბურთელი საკმაოდ გეგაჯაში. გეგაჯას რატო ჩავსვავდი მე პირადად GOAT მატერიალში. ორჯერ წააგო ფინალი. კი, ჩემთან ერთად. ჩემთან ერთად წააგო ერთი ფინალი, კი. ფინალში ორჯერ გადიხარ, ეგეც ხო GOAT-ობაა. ძალიან მაგარი თან იცი რა არის, სხვადასხვა გუნდით რო გადიხარ ფინალში კიდე უფრო. და მე რაღაც მომენტებში იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველა თამაში გოლს იტანდა. ბედბელა თამაში რო ვიხსენებ. ესეთი არაფერი ხო, ისეთი. ბედბელ თუ უყურებ ამ ვიდეოს დაწერე შენ. მართლა არ ვიცი დაგაძალეს თუ მე ხარ არ იმიტომ კი არა რომ რაღაც საშინელება გააკეთა არც რაღაც ისეთი არ მახსოვს ბედბელასგან და მგონია რომ უბრალოდ ძმაკაცების გუნდში დაემატა და უთხოვეს თამაში. ჩამონიონენ თამაშისთვის, თამაშობდნენ და იმ ღამეს მიდიოდნენ მერე იქ რა ქვია ბათუმში. ეს კაცი, ვატერიკო. კარგი მოთამაშეში ჩავსვავდი, ძალიან დიდი სიყვარული. One Air As, თუმცა კარგი მოთამაშეზე ზემოთ ვერ ჩავსვავდი რა. მოკლედ როგორც მეკარე არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ორივე სეზონში კარგად ითამაშა. შეიძლება ბევრი გაზდიოდა, მაგრამ იმ გუნდთან გამომდინარე რა გუნდშიც იყო. აუ, მაგრამ წელს რაღაცები თვითონაც ამბობდა რომ ავიჭერიო ესეთი ბურთები რაღაცებზე გავუშვიო. ან კარგი მოთამაშე არის ჩვენი. ვანდე მაპატეირა უკდაცვა. ორი ამბავი მაქვს მოკლედ იცოდეთ. ერთი ამბავი ის არის რომ YouTube ლიგა შემოდგომაზე ჩატარდება. 23 მაისს ჩატარდება. უპრეცედენტო რაღაც იქნება. ქართული YouTube-ის ნაკრები შეიკრება, ასე ვთქვათ და უმასპინძლებს რამოდენიმე ქვეყანას. ანუ ჩათვალეთ სოფლიო ჩემპიონატის მსგავსად რა. იტალია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი იქნება ამ ეტაპზე. სატესტო იქნება მოკლედ. და კაი გუნდებს ჩამოიყვანენ. კი, აბა ეხა თან სხვა ქვეყანაში ჩადიან და რა თქმა უნდა. სატესტო იქნება და შემდეგ სეზონზე შეიძლება სხვა ქვეყნებში ჩვენ აქეთ პირიქით ჩავიდეთ რა. ეს თამაშები გაიმართება სპორტის სასახლეში, იქ დაეფინება ხელოვნური საფარი. ამ თამაშებში შემოსული თანხა ყველაფერი წავა საქველმოქმედოში. ბილეთი იქნება ფასიანი, მაგიტომ მოვაყოლეს ყველაფერი, ბილეთი ფასიანი იქნება 20 ლარი თუ ვწდები, მაგრამ იცოდეთ რომ ეს 20 ლარიდან 20 ლარი წავა საქველმოქმედოში. ყურადღებით იყავით, ხამაკის არხს მიადენეთ ყურადღება, იმიტომ რომ იქ დაიდება ინფოები. გიგა დათიაშვილი არის ძალიან კარგი. აი აქ რო ხრიანი. და მეგონი გადავალა თვითონ რომ თავით თამაშობდა ძალიან კარგად და ბოლო სეზონში ხო თავით იტანს იქოს და იმდენი ვივარჯიშეო გადაღებაზეო რომ თავით თამაში ვისწავლე. ერთი რა არის, იცი, ძალიან იშვიათია რომ ფილმში ან სერიალში მონაწილე რეალურადაც რაღაცა ფეხბურთში მართლა რაღაცა სკილები გამოვალინონ და მაგიტომ კარგ მოთამაშეში ვსვავ 100% კარგ მოთამაშეშია. გიგის თამაში გახსოვს შენ? არ მგონია რომ დაეძალება. საერთოდ ითამაშა, არა, დაძალებით არა. ითამაშა და ძალიან უსწორდებოდა ეგ თავის აქტიურობდა და საშუალოში გაუშვა. საშუალოში ჩავსვავ გიგის იმედია დაგომახსოვრებს თავს რამით. მილოვა პირველ სეზონში ლამასთან ქონდა ძალიან მაგარი თამაში. საშუალოში გაუშვათ მილოვა. ეს თქვენი მეკარე ბატონო. მაშინ მოდი მე არ შევაფასებ. ნახე. ვარბაქას გაუშვებდი კარგ მოთამაშეში და რატო? ძალიან ფიურჯერ გადაგვარჩინა. გოლია გატანილი თუ არ ვწდები. ხო, ან უკვე მარტო მაგიტომ უნდა ჩასვა. გოლია გატანილი, კი. 12 სევი. მახსოვს შენი ინტერვიუც მახსოვს. ანუ თქვენ ერთ-ერთი ტოპ
ტოპ პერფორმანსი იყო მეკარის მხრიდან. ძალიან კარგია, როცა შეგიძლია 12, 13, 15 სეივის გაკეთება, მაგრამ ფეხით თამაშობს საოცრად. ვანდერაც მაგრამ თამაშობს. ერთი რა არის, იცი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დადებითი უნდა ქონდეს, ეგ არის რომ სტაბილური უნდა იყოს. შეიძლება 10 სეივი გამოაძრო, მაგრამ 2 თუ ცუც უშვებ, არავის აღარ აინტერესებს შენი 10 სეივი და სტაბილურობა. კარგ მოთამაშეში გავუშვებდი მე დანელას, მე მგონი გუნდი კარგი ხალხ შემოკრებილი ძალიან. ამიტომ მოდი საშუალოსა და აძალებენ შორის რა, აძალებენ რომ ითამაშოს. დოლიძეს მე ვიტყვი რომ აი პირდაპირ აქ ჩას. აი ნახე, სოტნე თუ ჩასვი შენ, კარგი მოთამაშეში. ჩემი აზრით სოტნეზე კარგი მოთამაში არის დოლიძე. ბურთის ამომტანი, ბურთის გამნაწილებელი, ყველაფერი ეს კაცი იყო. ელოშას ვარიაჩი მე გეტყვი. აი აძალებენ მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ელოშა შეიძლება საერთოდ გამოყვა აქ. ნახე, ნაომი დაახრინო გოგოს. ჯერ 69 ნომერი რო აიღო. გოლი გაიტანა. შოუსის კარგი სახე არის. აი ნიკოლას კარგი მოთამაშეში გაუშვებთ. აცი არ დაღლა კაცი, ძრავი, კაცი წინდა უკან მოთამაშე. აი გუნმა გადაწყვიტა რომ შუაში ეთამაშა. საერთოდ პრეტენზია არ გამოუთქვამს, აი ძალიან ჩუმი და პოზიტიური ბიჭი გუნდში რო აი ცუძიალს არ ახდენს. კარგი მოთამაშეში გავიყვანდი, იმიტომ რომ აი თუნდაც ის შედეგები რაც, მაგრამ გუნდში შეცდო მოგახსენდება? აუ ძალიან პოზიციურად არის სასწაული მეკარია. ყველაზე სწორი მეკარია YouTube ლიგაში ჩემპიონი. არის ისეთი მასიურია, აი დგას, მიაკარი რა. აი მე აქ უნდა ჩავსვი. მეც არა, ანუ მეც არა, აი გოუტ მატერიალია, ზიპერა. ძალიან უცნაური მოთამაშეა სიმართლე თუ გაინტერესებს. ანუ რას გულისხმობ? არა, იცი კარგად იცის ბურთი. უბრალოდ სტადიონზე ვერ გადმოაქვს თითქოს. შოუსის კარგი სახე, იმიტომ რომ ისეთი ემოციური, თუნდაც მიმართვები და იმით ვიდეოები ისე ემზადებოდა რა. ერთ-ერთი თუმცა მოდი იცი რა გავაკეთოთ? აი აქ პირველზე ჩავყენო შოუსთვის. შოუს კარგი სახე. წელს ძალიან დიდი გული მიცა ამ ბიჭმა YouTube ლიგას რა. ოკეი, ნამდვილად. კალა ბურთთან თემაში რომ შევადარო, თუნდაც აჩი ბევრად ამჯერ იმay მასაშიც ეხა დიდი სხვაობა ბაზარი არა ამის, მაგრამ აი ბურთთან კონტაქტიც ვფიქრობ რომ აქ ტიპები ვიც არიან, უკეთესები არიან. ბურთი იცის კარგად, იცი ძრება ხო? ხო, ბიჭო. ჟანდაჯები დაუყურე რომ დაარტყი, იყო დასარტყმაზე არ გარის კა. ძალიან სტაბილური მცველია, შეცდომას ნაკლებად უშვებს, რასაც უყურებ. აჩიზე კარგი არის შენთვის? არა. რა საშუალოში პირველზე რა. აი ამ კაც მოკიდე ხელია თხლიში ეგრევე ბასტოს გორდი. ხო რო? YouTube ლიგის მეორე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ყველაზე კლაჩ ფეხბურთელი. იცი ახლა შეიძლება ბასტონ ამერიკოს და ახლა ასაც ვიტყვი შიქ ხო არ გაქო მითხრას. ბასტოს კარგი თამაშები მითხარი. Travel Team-თან 7-1 რომ მოიგეს და ლამასთან. იმასთანაც corners რაც უკნა. და მან თუ ადგილებს ცული ჩემი აზრით გოუთებში, ანუ კორსის უნდა გადაეყონო პირველზე, იმიტომ რომ ორი თამაში სადაც მართლა გათეშული იყო ბასტო, ხო არ ვიცი წინ ადგილ დაულიე და რაღაცეები. ჯასპორთან აგებდნენ და პირადად წამოიღო თამაში. ფინალის რა რატის ბარისთან ამან. ფინალში ამ კაცის წამოღებული, აბა ვის წამოღებული. ანუ underrated ფეხბურთელი. ანუ არა ძალიან ეხა ამას როგორც ბასტო არ ვიცი ეხა ჩვენ ხო იმაზეც ვლაპარაკობთ რომ ჩვენთვის ფეხბურთი ცოტა სხვა ემოციებთან არის. და ეგ მაგ ემოციას ბასტო გაწევს. თუ გუნდში ყავს ბასტოსნაირი ტიპები, ხო უფრო დაგჭირდება, კი რა თქმა უნდა. კაი, კორკოტა. კორკოტა მართლა კარგი მოთამაშეა. კარგი მოთამაშე ისეთი ხალხია, იმაცე ცუდია. ფეხბურთი იცის მაგრად და ტექნიკა და კაცის მოტყუება და რაც მაგრამ სამივე სეზონი ხონდა ძალიან ცუდი. გოლი არა აქვს YouTube-ზე. გოლი არ აქვს, მაგრამ კაი მე ვიტყვი. კორკოტა კარგი მოთამაშეა, უბრალოდ ძალიან დიდი პრობლემა აქვს გადაწყვეტილებებთან. შეუძლია დაცვაში ისე იმატაოს რომ ნერვი არ შეერყევა ბიჭო და ისა დაკარგავს და მერე გაუტანენ გოლს რა და ეგ არის ძალიან ცუდი მახასიათებელი, მაგრამ როგორც ასეთი ბურთთან სიახლოვეში ბევრზე კარგად გას. ბასტოს აქ ნათქვამი რომ კორკოტაო YouTube ლიგის არს ყველაზე კარგად თავისებსო ისეთ გუნდი გამოყოს ყოველთვის. ხო არ ტრაიხარდობს რა მოკლედ მოდი ასე. მოდი შენ მოგანდობ გადაწყვეტილებას. კაი მე კორკოტას ჩავსო კარგ მოთამაშეებში რა. კიდევ ერთხელ ვიზარი, კი მართალია შედეგებით არის ფეხბურთი მაინც, ვის რამდენი გოლი აქვს რაღაც, მაგრამ აი მე ადამიანს რომელსაც რონალდინიო მიყვარდა მთელი ჩემი ცხოვრება, მე ფეხბურთს ცოტა ასე ვაფასებ რა, უფრო მეტად. მე მონა არაძალებენ შოუსთვის კარგი სახე. აქ არ გეგონოთ რომ რაღაცა ვიღაცები როგორც არიან დალაგებულები, იმის მიხედვით არის ვინ უფრო კარგი არა. ვიზეც შეხვდა, ანუ ვიზეც ვიფიქეთ რომ ან წინ არის წასაწევი ან უკან, ვიღაცა მეორეზე თუ მესამეზე, მაგას არ შეხედოთ საერთოდ რა. მაგრა არის საშუალოში ჩავსავდი, მაგრამ შენ ამის დარტყმასთან მოგიწია საერთოდ ურთიერთობა. კაი, საერთოზე გადავედი დოლარიჩაზე. დოლარიჩა არის დოლარიჩა. YouTube-ის ლეგენდაა და მოდი პირველი იქეჩას შოუში პირველზე გადასვი. YouTube-ის ლეგენდაა გიორგი მახარაშვილი. ჩემი სპონსორი Setata Sports-ი. ეხლა ხანს გავიგე რომ თურმე 30%-იანი ფასდაკლება, რომელიც ჩემი პრომოკოდით შეუულია ხალხს რომ ისარგებლოს, თურმე შეუულიათ ყველა თვე ისარგებლონ. მე მეგონა რომ ესე ერჯერა და თურმე ხალხნო
30% შეცაგა ხიგა? იცოდეთ რომ თუ ნაყიდი გაქვთ Zeta Sport-ის გამოწერა subscription-ი, მაინც შეგიძლიათ შემდეგ თვეს რო გეკნებათ გადასახდელი 30%-იანი ყველა თვეს გამოიყენებთ ჩემი პრომოკოდით 30%-ს. მე გეკ თუ ვაკავთ ეგრე G2G. აძალებენ პიაც არა თუ აძალებენ მაგაც თამაშს. არ უნდა მაგაც თამაში. იმენა ის არის, ფოქას ბერს ვერ ულაპარაკებს საშუალოს გადავიდეთ. ქოკოს არის ძალიან მაგარი მცველია. ძალიან საიმედო მცველი. მოგებულიც ქოკოსას. კარგი მოთამაშე. კი. ეს არის ველდანის მეკარე. ბიჭო, ძალიან მეკარეა. ძალიან მიჭირს. კარგი მეკარეა ძალიან. კარგი მოთამაშეში გავუშვებ ამ ბიჭს. შონიამ რა გოლის გაიტანა, მარტო მაგითო მოხდა. შონი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის გოლი გაცდა საქართველოს საზღვრებს კი. და დაიდო ძალიან ბევრ უცხოურ გოლს. კარგი მოთამაშეში გავუშვებ ბიჭო. მინიმუმ იმიტომ რომ მოგებულია. ბიჭო, აი აქ პირველ ადგილზე შონია ჩემი აზრით, რადგან მოგებულია. Goat material-ი ჩემი აზრით რა. სვანი არის კარგი მოთამაშე. კარგი მოთამაშეა, რომელსაც რაღაცა უშლის სულხეს და მე ხომ მაგ ნანახი ამ ბიჭის თამაშია, ვიცი. ვერ დაამახსოვრა ვერავის თავი ისე რა. სულ ნერვიულობს და ნერვულობა კარგი მოთამაშეა შავსო სვანას. ხო, გოტა საშუალოში ჩავსვავდი მე რა. Goat. ბიჭო, ჩემპიონია და გოუთი უნდა გაუშვო. ჩემპიონია? ეს სასწაული სეზონი ხონდა. ეს ორივე, იმიტომ გაჩვენებდი რომ აი ამ ორში არის უეჭველი სადღაც ასარჩევი. გაბუნიას აძალებენ თქო, ვერ ვიტყოდი რა. საშუალო მოთამაშეა გაბუნია. აი გუგას უაძალებენ 100%. ხო რა. ეს დაწალებული არის. არც უთამაში არ ჩემოსული. ჩაჩუ არის კარგი მოთამაშე. ძალიან კარგი მოთამაშეა და ვიტყოდი რომ ცაცია ძალიან მაგა. ფენიქსის მეკარე. ფენიქსის მეკარე საშუალო მეკარე. მაპატიოს ამ ბიჭმა რაღაც მსეივი მქონდა, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა და ჯერჯერობით სამაში და უყურს ეს საშუალოში. ილობეროშუს მე არის კარგი, თუმცა შოუში ვინც არიან ყველაზე კაი მოთამაშე შეიძლება იყოს ზიპირასთან ერთად. ჯერ ასაკი რამ ხელა ხადაო. იმდენი ჰაიპი შეიქმნა რომ ამის მაგრატელა უნდა ყოფილიყო იმდენი ხანი ველო. ერთო დაარტყა. დაარტყა უბრალოდ არ გამოვიდა. ეს ბიჭი საშუალო. ამ გზას აძალებენ, მოვიდა ტაიგერები. რომელიც გადაისროლა მერე. ფოფხა კარგი მოთამაშე. კარგი მოთამაშის იმაში ვერ გაიყო. საშუალოში აი გავიყანდი პირველში რა ალბათ რა აი მაგრასთან ერთად ალბათ რა წუპაკაც აი რამდენი ბურს დააფარებდა რაღაცას არტევ და სულ აღნიშნავდა ფანებთან ერთად ისა ეს ემოციურად გავიყვანოთ ჩოუსის. კარლო მისი წონით როგორი ალღოცა გულის გატანის და როგორც ძალიან სახიფათო მოთამაშე. ძალიან ფეხს იქიდან ისე გამოგიყავს და ისე გაგიტავს გოლს ვერ გაიგებ მაგას კოკი ძალიან ბოდიში, მაგრამ გონი გაძალებენ თამაშს. კაი საშუალოში ჩავსოთ ჩვენი კოკი. ლაშა გელაშვილიც ლაშასაც აძალებდნენ. შოუსთვის იქ სხვანაირად ვაფასებთ რა, აძალებდნენ. ლაშას ერჩივნა გამოსულიყო და კარტები ეჩვენები. მესხო მეკარე, ჰამაკის მეკარე. მესხო მაწია თასი ძმაო. ძალიან დიდი პატივი შემდგომ საშუალოზე ზემოთ ვერ წავა. უბრალოდ რა არის იცი აი საშუალო მეკარეა. საშუალოში ოღონ მაშინ მაღლა უნდა ავწიო უგვეჭველი რა. გოტაზე უკეთესი მეკარე არის ჩემი აზრით რა. მეკარის განმოსახენა კიდე სხვა რა, სხვა ტექნიკა აქვს საერთოდ. აი გოტა აშკარად ეთყობა რომ უბანში უეჭველი, უბანში იჩდებოდა სულ და იმენა გიჟივით ყველა ბურთს ეფარება. ანუ კმილი აი ესე ჩაკმიჩავს ბურთს რა. აი გოტა არის ეგ ტიპი ზუსტად. ფაკოს გავიყვან საშუალოში. კარგებზე ცოტა ქვემოთაა. აი კორპუსით ისე ფარო და ბურთზე ისე ჭიდაო და ბურთის დაფარვაში ალბათ ყველას ჯობია. მასე მოგვიგო ფაქტობრივად ფაკო. საშუალოში მაღლა შევიყვანოთ რა ფაკო. ხიდეშა ჩემი აზრით გოუთ მატერიალი არის. ისედაც მაგრა ხომარობს რა. ძალიან კარგად ხომარობს. ჩვენთან წააგო ხო? მე ვაწამე პირადად. მე ვაწამე ხიდეშა. სასახელს გოუთ მატერიალი, თუმცა ამ სეზონშიც 0 იმ თამაში 0-ზე პენალტი გააფუჭა, სადაც გავარდნენ. ყველაფერი აქვს რომ გოუთობაში წავიდეს. კვარაცხელია. ოღონ ხუჩა არა. ძაბერი კვარაცხელია იყო ამ სეზონში. ისეთი ფრისტაილერია და ისეთი ჰაიპი ქონდა კვარას, რომ მე ისე ითამაშა რომ მეგონა რომ აძალებდნენ თამაში. ფრისტაილით ყველაზე მაგარი, მაგრამ თამაში დიდად მე მგონი ვერ გამოიჩინა თავი რა და ამიტომ საშუალოში რადგან ვერ გამოიჩინა. ეგრე მაღლა აი ფოფხა მირჩევნია. ხალხი ულეგენდესი უკარგეს კაცი შოუსთვის კარგი სახე. კარგი სახე. ანჯა კარგი მოთამაშე. ანჯი არის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ჩემი აზრით. უეჭველი ერთ-ერთი საუკეთესო მცველი არის. ნაყინი. საშუალო. და გოლით გაიტანა 0-ზე ზედანტასა. მე მგონი არ დაწყდება გული ხო? გაუხარდება. არ უნდა დაწყდეს გული ჩემი აზრით. ლუკა კალატოზი ხერხემალია გუნდისკენ. რო რამე ლუკა კალატოზი რო დაუფიქრე კორკოტას არაფრით ჩამოუვარდება. ხო, ამიტომ კარგ მოთამაშეებში უნდა შეერთდეს. ისევ შეიძლება თორე ცოდნა სულაფერიძეს არ ჩამოუვარდება არა. ნამდვილად. კაკავაც უდაოდ კარგი მოთამაშეა ძალიან. ოქროც ჩემპიონი გოუთ მატერიალი ძალიან დიდი რო გოუთ მატერიალი. ისეთი თამაშები ქონდა ამ ბიჭს მამანისამთან ერთად. მამანისამში. ვაიმე მოიცა უცებ თმას გავისწრებ ეწამი. და გოუთ მატერიალი აუცილებლად. გოუთ მატერიალი ოქრო უეჭველი. ჟორჟოლა. კარგი მეკარეა უდაოდ. წელს პირველი ორი თამაში ძალიან სუსტი. ჟორჟოლა ჩემი უბნელი იყო საერთოდ და როგორც მეკარე არ იყო ხოლმე რაღაც მომენტში გადაწყვიტა მე მგონი რომ მეკარეობა უნდა. ჩემს საშუალო. ბიჭო მაშინ მაგ ლოგიკით თუ წავედით მაშინ ეს კაცი საშუალოშია ჩამოსაყვანი.
შეიძლება ხო, არა, ჩამოსაყვანია მაშინ. მათეს აქვს დიდი პოტენციალი. რაღაც მარილი აქვს. როგორ აკლია, იცი? აი აქ ჩავსვავ ბოლოსკენ, იმიტომ რომ რაღაც პონჩი თითქოს კორკოტა და მათე ერთ კალებში. რაღაცას რო აგვიანებენ. ხო, რა რაღაცა სულ ბოლოს დაგვირგვინება უჭირთ ხოლმე. ერთადერთი ქალბატონი YouTube ლიგის ისტორიაში ვიტყოდი რომ შოუსთვის იყო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და შოუსთვის უნდა ულაპარაკოთ. ერთ-ერთი საუკეთესო მცველი არის მირო. თამაში ძალიან კარგი. დაჟე გოუთ მატერიალებში გადავსვავდი დიდი სიამოვნებით. მაგრამ აი ანჯა და მირო ალბათ ერთად რა. გოგოლასაც დიდი აი აქ უნდა ჩაისვას გოგოლა, ვიცი უყურებ ახლა ვიდეოს, მაგრამ თვითონ ეცოდება ხო რომ აი რაღაც თვითონ მეცმოლო და თავის ხო რა აი ვერც ვანდერასთან და იმასთან დარწმუნებული თვითონაც არ მიცემ საკუთარ თავს რომ იმის უფლებას რომ დააყენოს ვანდერასთან თავისთავი ამ გადმოსახედიდან შეიძლება შემდეგ სეზონში ბევრად უკეთესი პერფორმანსი დადოს ვანდერაზეს და ყველაზე. ეს ბათუმის მეკარე იყო და საშუალოში გაიყვანა ამბიციას. კი აიღო, მაგრამ აი მეკარეებში აქ ალბათ ყველაზე ბოლოს, მაგრამ ერთი რაღაც არის აღსანიშნავი რომ ამ ეს მეკარე ბოლო თამაში ბათუმში ხელმოტეხილი იდგა. სულაც აქ უნდა დავაყენოთ ჩემი აზრით, სულაც ამათთან ერთად. ბევრი კარგი სეივი ქონდა, მაგრამ აი მაინც აი ხო ხტები რა აი რაღაცა ვერ რა ისეთი ვერ გამოიჩინა თავი რა. მავანი გამომრჩა ჩემპიონი კაცია და მავანზე რა შემილია თქვა რომ ფეხბურთის ცოდნით არ გამოირჩევა, მაგრამ პირადი ცოდნიდან რაც ვიცი, რაც ამ ადამიანმა ივარჯიშა მთელი YouTube ლიგის განმავლობაში და რა პროგრესის დადო. ფიქრობ რომ ერთ-ერთი სამაგალითო საქციელი იყო და ამიტომ აუცილებლად პროექტისთვის კარგ სახეში ჩაჯდება მავანი. შემდეგ ვინც მოდის ჩემპიონიც არის. კარგისაც თუმცა არა. მაცადე ძმა, გოუთ მატერიალი არ არის? ანუ არა ძმა. ეს არის კარლოს ნაირი ის არის თავდასხმელი ზუსტად. გავიგე კარლო რატო ყავს? იმიტომ ჩემპიონი გახდა. ფინალში გაიტანა გოლი. ფინალში გოლი არ გაუტანია ფინალში გოლი და კარგი მოთამაშეა ძალიან ვასა რა. გუთი არის გუგა და გუთ მატერიალის ორი ფეხბურთელი ყავს ჰანგრი. გეტყვი თუ ეგრე არის, აი თავდასხმელებში გიგას, აი ეს სამი თავდასხმელი არის, ერთი ხალიბია რა თითქოს და ყვარა კარგი მოთამაშე. ვერ გაცდები ძალიან გამოცილი გუთი იცის და არტყმას ასწავლი. რატის ბართანაც რა მაგრა იდგა იცი? აი რატის ბარს ლომის წილი დაიდო ამ ბიჭმა. ძალიან და ყვარა არა. ეს სამივე ძმა როგორ გამოდგა ესეთი მაგარი. მამამისი ძალიან მაგარი. მართლა მამამისი არ ვიცი, მაგრამ რა სისხლში ჩემი თუ ნაზარა არის გოუთ მატერიალი ჩემი აზრით. ფინალით წააგო. კი და თან ანუ ბურთის ცოდნით ზუსტად და აქ რა. აი ზუსტად. აბანა. მე რაშუაში ვიყავი, სად გამოეჭხირია. დავე გოუთ მატერიალია ეგ კაცი. აბანა, ბიჭო, ფინალი წაგებულია, კი. მაგარი სეივები, ისეთი თამაშები არ დაუწყება არავის. მე ჩავსვა თუ გინდა შენ თუ გერიდება. მე მგონი საერთოდ გუჩისო და თავის თავს და გოუთ მატერიალში ჩავსვა. მოეცე დამაყენე ჩემს საყვარელ კაცთან, ტაფსონა. ულაპარაკოთ კარგი მოთამაშეა. ტაფსონას თავის გამო დავიჯერო? გოუთ მატერიალი. აი ეგ კაცი არის გოუთ მატერიალი. მე ძალიან მაგარი მოთამაშე. YouTube ლიგის განხილვების რომ მქონდა ეხლა იცი რა შეიძლება თქვას რომ ერჩივოს მაგათად ნიკუშა გუგას თუმცა გუგა გოუთია. სიმსივე. შოუსის კარგი სახეა. ჩემი აი შოუში უფრო წავა. შოუმენი. ხო რა, შოუს ემოცია შოუმენია ეს კაცი ძალიან კარგი ჩავაგდეთ შოუს. მაჩვია რა. კი. საშუალო. ბიჭო, საშუალოში მაღლა გავიყვანდი ალბათ. პირველზე რა. თავკრატელა გაგვიდანა. კი, სასწაული გოლი აქვს გატანილი. აი ამით რო აძალე. ოთოს მეგონი დააცალეს. მეგონი ოთოს დათან არ ძდიდა და არ გამოდიოდა სათამაშოდ და ამიტომ რატი ჯასპორტის საშუალოში გავიყვანდი მეც რა. რატი? მე ჩავსვა რატის გოუთში. ახსენი აბა. მიდი. ესეთი ფორვარდი YouTube ლიგას როგორც ფორვარდი არ ყავს. მე მეორე წონა. ამ ბიჭის ტექნიკა, ამ ბიჭის ბურთთან ურთიერთობა, ამ ბიჭის კორპუსი დაფარვა, ფინტები, შუაში ფეხებს შორის გაძრონები, წელს აიკონიკ თავით პასი ხიდეშაზე, კეფით პასი, ბევრი ფაქტორი გამიგე YouTube ლიგის გოუ. ჟატიმ რა გააკეთა იცი? კოჭი გადაუბრუნდა ჩვენთან თამაშზე მეორე სეზონში და კოჭ მოტეხილი ფაქტობრივად შემოვიდა და ის თამაში მოგვიგეს. გოუთ მატერიალი მაღლა აუწიოთ. თუმცა ჩემი აზრით შემდეგი სეზონის მე რო გავაკეთოთ გოუთებში იქ. ნახე გოუთსა და გოუთ მატერიალს შორის მაგიტო ვიძახი რა, რომ აი მაღლა არის რა. მოგებული არა აქ რა მაინც და ალბათ გჭირდება რა ხო ხტები რა, აი მესივსა დაამთავრა ლაპარაკი. ჩემი აზრით იქ დაამთავრა რომ სოფლიო რომ მოიგო რა. რატის კარგი მოთამაშეა აუცილებლად. ერთ-ერთი საუკეთესო არის რატი. რეზიც კარგი მოთამაშეა წონიდან გამომდინარე. და ძალიან დიდი IQ აქვს სათავე. ბიჭო, აი ესეთი წონის
პატრონი ადამიანი რო ასე ტექნიკურად თამაშობს რა. ფენიქსის ვერ დაგმახსოვრეს ხო რა. ძალიან დიდ პატივისცემა ჩემგან. ის საბიასი კარგი მოთამაშეა. კარგი მოთამაშეა საბიასი ძალიან. უეჭველი თა. ძალიან კარგი მოთამაშეა. ერთ-ერთი საკვანძო როლი ქონდა კარატის ბავშვი. ძალიან. უბანის მეკარე. გოლია გადაანის ფოთაშორის. გოლიც გატანილი და კარგი პერფორმანსები აქვს დადებული. ბიჭა პენალტების სერიაში მაგრა გაუჭირდა. მე მაგ გატანილი გოლი ამ კაცისთვის. პენალტი. ვინ მეკარებიც არიან საშუალოში? სადაც მანდვაყენე. თუ ველდანის მეკარეზე ჯორჯოლას სვავთ საშუალოში, საბათს შემიძლია საშუალოს წევრია. მეკარე მაინც რთულია მეკარისთვის რაღაცის შერჩევა. რა კაცი მოვიდა. მე მაგაც გავუშვები შოუსთვის კარგს. შოუსთვის კარგი ხარ, იმიტომ რომ მე ვიცი რა შრომასაც წევდი. თუ კი საქართველოში ანალიტიკოსი არსებობდა ან რაღაცა, იცი რა. ყველასთან გადარეკილი. იცი რა მე ფული დავხარჯე. კაცო, ალბათ ერთი ჯასპორტი რა რესურსის გაწია და მეორე შენ ხარ დედას პიცა ვარ, მეორე ლიგის გუნდებში შეიძლება არ ხონდა, ისეთი სიტუაცია გასახელს, როგორც ჩვენ ქონდა. ბანანები, ვიტამინები, შოკოლადები, მოკლედ, ნუ. ინატრეთ ეს კაცი წვნელად რა. არა, შოუსთვის უდაოდ შენს ტრანსპორტულ თემაში დიდი სახე ხარ და მექსენსას აუცილებლად. ნახე, კარგი მოთამაშე რო ვარ, მაგას ანუ წყალი არ გაუვა. უეჭველი, მაგრამ თუმცა საშუალოში ხა იცი რატო ჩავსვამდი მე და შენს მაგით უნდა ჩავსვა, რომ პირველი მოთამაშე სამწუხარო ტრავმა მიიღო. ხან სად გადაღითი გადავწყვიტე, იცი მე რომ ნანახი მაქვს ამის. ძველი სეზონს აი თვითონაზეც ვაპარაკობ. შეიძლება YouTube-ს გოუთხოვაზეც გაიწიოს მაგაცა, თუმცა წინ არის სეზონი. რა მოეწია ძალიან ცუდად, ხო. კარგ მოთამაშეში ჩავსვავდი უეჭველი უბრალოდ არ მიეცა რა მაგის საშუალება რა. ჯიუნა გოუთია. გოუთ. აი მაგაზე გითხარ პირველი მეკარე, კაცი რომელიც YouTube მარტო მეკარე გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ნუ კარგი მოთამაშე. კარგი მოთამაშე, შაკო. საშუალოს და კარგი მოთამაშეს შორის არის, თუმცა შენ გადაწყვეტ. შესუსაუ. ხო რა. რა მოთამაშეა ხა და ო. შალო კარგი მოთამაშე შალო. კარგი მოთამაშე. შალო ერთ-ერთი კარგი მოთამაშეა ალბათ რა. სიკო შოუსთვის არის. სოსოზე. სოსოზე შემიძლია თქვა რომ იყო ჩრდილოეთ კორეაში. ჩრდილოეთ კორეაში იყო. სოსო დაწერა YouTube-ის ისტორია. მილიონი ნახო სამ დღეში. ეტა სოსო მადლობა შენ. ძალიან დიდი საქმეა YouTube-ისთვის რაც შენ მაგით გააკეთე. შოუსთვის კარგს ვიტყვი, იმიტომ რომ სოსო არის სოსო. გადავ ვიცი არის შემდეგი თუ არის ადამიანი გოუთი, თვითონ გოუთია. ანუ გოუთებში არ იმდო ჩავსოთ რომ ხო, მოიგო. თვითონ გოუთია. რატო თვითონ გოუთია? აი თემაზე შეიძლება მგონი რომ ხანდახან ძალით იყო ჩემი აზრით. ეს კაცი არის ჯოათი და მაგით ორსოთ გოუთებში. რეზისტუსო კარგი მოთამაშეში ორსოთ თემს. არა, მე არ ვიცახი ვარშო კაცო. თუმცა მოგვაგებია მაგზოდ ნუ მან მეორე გადამწყვეტი გაიტანა. ისეთ ხალხი ყავს აქეთ რომ ჩემს კარგი მოთამაშეებში უნდა იყო. თემო ჩავშვით, თემო კიშველა. შენმა პაძელნიკმა. ოზი არის ჩემზეც საშუალო მოთამაშეა, მაგრამ ძალიან მებრძოლი. მოვიდა ჩემპიონი მეკარე, როგორც იქნება. რომელსაც გავიყვანე გოութ მატერიალში. უდაოდ აგერ ჩვენ. ანუ ნახე ჩემპიონი კი არა, როგორც ჯიუნ არის ტურნირის საფეხბურთელი მეკარის სტატუსი. არ უნდა კარგი მოთამაშე. აი თემოს დონის ფორვარდია. უდაოდში. ცოტა გოჩოლეი საალსაღა ჩოუსის კარგი სახე. კარში იდგა და თან გოლი გაიტანა. არა ჩულებრივი კაცია. ცოტა საკ YouTube ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. ტოპ 3 გოლში გავიყვანე. შაკოს დონის მოთამაშეა ჩემთვის. დაარტყმა აქვს იმას საოცრება. ვასის ვიფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. აი წონა უშლია ხელს მაგრად, თორე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ვასი YouTube ლიგაზე. ეს ბიჭიც საშუალოში ზიკოს დააძალეს ალბათ. ხო, ისე იყო და არეაქტებდა რა, იქვე მოწყობილი ქონდა სტუდია, არეაქტებდა ვიდეო რეპ ბეტლების. ტოპ-ტოპენი მეოთხე და ასისტენტი ვიცნობ. საშუალო. როგორი თამაში? კარგი თამაში, კარგი ბიჭია ძალიან. ძაფი ალბათ დააძალეს ამ კაცას. შოუსას ისე არ გაუკეთებია. ხო, არა, ხო, აი კოსტა დაგვჭირდა კოსტა საშუალოში. საშუალო, ჩათო ცხვირს იტეხავდა და სისხლიანი თამაშობდა ეს კაცი. იმსახურებს. ხო, ალბათ საშუალოში უფრო ესეთი ტაიერ ლისტი გამოგვივიდა. გოუთებში გავიყვანე თვითონ გოუთი. გოუთი არის გოუთებში, რა გინდა რო ქნა. ერთი ზუსტად ვიცი რომ გამირეკავს რატო არ ჩემს გოუთებში მესამე კაცი. გამოიწერეთ. იმედია მოგეწონათ ვიდეო. კაი კაცის არხი, დამეხმარეთ რავი 100.000. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ როგორც ჩემი არხი, ასევე 100.000-ზე ადის ეს კაცი და დავეხმაროთ. არხის სპონსორი სედატა არის 30%-იანი ფაზაკლები შეგიძლიათ ყოველთვის ისარგებლოთ, გამოწერილი გაქვთ თუ არა გაქვთ, გამოწერილი არ აქვს მნიშვნელობა ჩემი პრომო კოდით. თქვენ კარგად. წარმატებები.